სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა რამდენჯერ გვიფიქრია ადამიანებს და დაგვისვამს კითხვა რა იქნება სიკვდილის შემდეგ თვითონ ძე ღმერთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე გვეუბნება რა იქნება სიკვდილის შემდეგ და ეს არ არის იგავი ეს არის ამბავი რომელსაც ნამდვილი ამბავი რომელსაც იესო ქრისტე გვეუბნება რა იქნება სიკვდილის შემდეგ და ეს ამბობს რომ ორი ადამიანი ცხოვრობდა ამ ქვეყანაზე მოისმინეთ ეს ამბავი რომ დიდარი რომელიც განცხრომაში ცხოვრობდა და არადარდებდა რომ მის ჭიშკრის გარეთ დაწყობილებული გლახაკი ლაზარი იწვა და ეს განცხრომაში და სიმდიდრეში ატარებდა ცხოვრებას და მოწყალობაში აღესრულა და დამარხეს ლაზარე კი აღესრულა და წაიყვანეს ანგელოზებმა აბრაამის წიაღში აბრაამის წიაღი არის ნუგეშინისცემის ადგილი ეს ამათი აღსრულება ხდება კიდევ ძველ აღთქმაში ხო ჯერ როცა ქრისტე ამას ყვება ჯერ ის არ არის ჯვარცმული ხო ის არ არის კუდრეთით აღმდგარი ეს არის ეხება იმ ხალხს იუდეველებს იბრაელებს ვისაც აქვთ რადგან ქრისტეს შემდეგ ეუბნება აბრაამის შემდეგ ეუბნება ამ დიდარს ყავთ მათ მოსე და წინასწარმეტყველი ხომ არ ეუბნება აქვთ მათ სახარება ანუ ჯერ იმათ ეხება ვისაც მოსე და წინასწარმეტყველები ყავს მხოლოდ ჯერ ვისაც ძველი აღთქმა აქვს მხოლოდ ხო და აბრაამის წიაღი იყო ნუგეშინისცემის ადგილი მართალი ხალხისთვის ხო რადგან 64 ჯერ არ იყო ღია რადგან უფალი ჯერ არ იყო კუდრეთით აღმდგარი და ამ ტანჯვაში მდიდარი ჯოჯოხეთში იტანჯება და ევედრება აბრაამს რომ ლაზარე მის საშველად გამოგზავნოს რომ შეუმსუბუქოს ტანჯვა და აბრაამი ეუბნება რომ ეს შეუძლებელია და დანაშაული მდიდრის რაში მდგომარეობს აი ხო ეს არის მნიშვნელოვანი რაში მდგომარეობს მდიდრისგან სიმდიდრე ხომ თავისთავად არ არის დანაშაული აი რაში მდგომარეობს დანაშაული ერთხელ ქრისტე იესო ქრისტეს ეს არის მათეს სახარების 22 თავში ეკითხებიან რჯულის მცოდნე ეკითხება რომელია რჯულში მთავარი მცნება მოძღვარო გითხარი რომელია რჯულში მთავარი მცნება და ქრისტე რას ეუბნება შეიყვარე ღმერთი მთელი შენი სულით გულით გონებით და ამისი მსგავსი გიყვარდეს მოყვასის შენი როგორც საკუთარი თავი აი ამ ორ ცნებაზე ღმერთის სიყვარულზე და ადამიანის სიყვარულზე არის დამოკიდებული მთელი დანარჩენი რჯული ყველა სხვა მცნება ამას მოიცავს გახსოვთ მოსემ რომ ორი ფიქალი ჩამოიტანა 10 მცნების 4 ანუ ერთი ფიქალი ეხებოდა რას ღმერთის სიყვარულს რომ მე ვარ უფალი შენი ღმერთი არ ახსენო ჩემი სახელი ამაოდ და ეს ეხებოდა ღმერთის მიმართ დამოკიდებულებას და მეორე ფიქალი არა იმრუშო არა იპარო არა იქურდო არა ცილისწამო არ გშურდეს ეს ყველა ეხება მოყვასის სიყვარულს ხო იმიტომ თუ გიყვარს ადამიანი როგორ ჩაიდენენ მწოდებს რომ მოპარო ან ცილისწამო ან სხვა რამ ხო და აი ეს ორი მცნება იყო ის რაც დაარღვია ამ დიდარმა რადგან თუ მას უყვარდა ღმერთი მას უნდა მოესმინა ღმერთის ხმა ღმერთის მცნებები ხო აი ისრაელსაც ეუბნება ღმერთი მოსეს რჯულშია ისმინე ისრაელ ერთია უფალი ჩვენი ღმერთი გიყვარდეს უფალი შენი ღმერთი მთელი შენი გულით და სულით მთელი შენი შეძლებით გულში გქონდეს ეს სიტყვები რომლებიც დღეს გამოგიცხადე ჩააგონებდე შენ შვილებს უთხრობდე სახში ჯდომისას გზაზე სიარულისას დაწოლისას და ადგომისას შენ შვილებს და მთელ შენს ხალხს გზაზე ხარ სახში ხარ ძილის წინ თუ ძილის შემდეგ სულ ჩააგონებდე რომ უყვარდეს მისი ღმერთი და ეუბნება შუბლზე დაიწერე და ხელზე შეიბი ეს ნიშნავს რომ საქმეს აკეთებ ხელით გახსოვდეს რომ ღმერთი უნდა გიყვარდეს ფიქრობ რამეს და გეგმავ რამეს გახსოვდეს რომ ღმერთის სიყვარული უნდა იყოს ყველა ფიქრში და მეორე ადამიანის სიყვარულზე რას ეუბნება ხო საინტერესოა ნახეთ ეს არის ლევიანი არის მოსეს რჯულის მესამე წიგნი აი ის წიგნი რომელზეც შემდეგ აბრაამი მდიდარს ეუბნება ჯოჯოხეთში ხო ყავთ მათ მოსე მას უსმინონ მოსეს აი თუნდაც მდიდარმა არ მოусმინა მოსეს რჯულში დაწერია ადამიანის სიყვარული მოყვასის სიყვარულზე ნახეთ აი რამოდენიმე მაგალითია მხოლოდ მაგალითად როცა სამკალი გექნება თქვენს მიწაზე ერთიანად ნუ მოიმკი შენს ხანას სამკალში დაცვენილს ნუ აკრებ
ვენახსაც რომ მომწრევ ყურძნის ბიმბილებს ნუაკრებ ძირიდან ღარიბ ღატაკებს და მდგმურს დაუტოვე ისინი მე ვარ უფალი შენი ღმერთი. როგორი ფაქიზი მცნება გესმის რომ ყურძენი რო დაგრჩება ცოტა მოუკრეფებიან ძირს დაცვივა გახსოვდეს რომ ღარიბ ღატაკი დადის გზაზე შენი მოყვას შენი ადამიანი და დაუტოვე არ მოწყვიტო არ აიღო ის ბოლომდე ყანაში თუ შეამჩნიე რომ მოუმკალი დაგრჩა ადგილ დატოვე რადგან გახსოვდეს რომ ვიღაცას არა აქვს გესმით ვიღაცას არა აქვს და მოვა და იმას დაუტოვე შემდეგ ეუბნება გიყვარდეს შენი მოყვასი როგორც შენი საკუთარი თავი მე ვარ უფალი მაგრამ არა მარტო საკუთარ მოყვასს ეუბნება ნახეთ ღმერთის რჯული როგორია ეუბნება თუ დაგიდგება მდგმურად ვინმე თქვენს ქვეყანაში ნუ შეავიწროებ მას არა მარტო ებრაელი მდგმურად რომ ჩამოვიდებს ვინმე მასაც ნუ შეავიწროებ როგორც მკვიდრი ერთი თქვენთაგანი ისე იყოს თქვენთვის თქვენ შორის მდგმურად დამდგარი კაცი გიყვარდეთ იგი როგორც თქვენი თავი რადგან თქვენც მდგმურები იყავით ეგვიპტის ქვეყანაში მე ვარ უფალი თქვენი ღმერთი გახსოვთ მდგმურები და უცხოები რომ იყავით ეგვიპტეში მე ხომ გაგათავისუფლეთ მე ღმერთმა მე გამოგიყვანეთ და ამიტომ აი ეს მდგმური ვინც თქვენთან იცხოვრებს მონად სახურად ანი შემოგეკედლებათ ხიზანი გახსოვდეთ რომ თქვენ ახართ ის რომელიც მე გამოგიყვანეთ მონობიდან ამიტომ გიყვარდეთ თქვენი მდგმური შემოსახლებული თქვენთან ყოველვილი რამდენ დღეს სოფლიოში ხოზელი აქტუალურია ეს რომ გამორბის ხალხი იმ საშინელი ქვეყნებიდან და ეკედლება იმ ქვეყნებს სადაც შედარებით კარგი ცხოვრება ხომ ადამიანია და მასაც უნდა კარგი ცხოვრება ამიტომ ბიბლიურია ეს ცნება რომ ხიზანი ტოლვილი უნდა გიყვარდეს და გაუმართო მას ხელი ნუ იცრუებ ნუ სასამართლოში ნურც ზომაწონაში ნურც საწყობში სწორი საწონები იყოს თქვენ შორის ანუ სწორი მართალი სამართალი იყოს ეს ყველაფერი ნიშნავს მოყვასის სიყვარულს წარმოვიდგინეთ ახლა ეს მდიდარი როგორ არ უყვარს ღმერთი რომ ამას არ კითხულობს და არ უსმენს და როგორ არ უყვარს მოყვარსი რომ მის ღობის გარეთ წევს დაწყვეტილი კაცი რომელსაც ენატრება რომ ნაგავში რო გადაყრიან მისი ტაბლიდან იმ ნაგვიდან აიღოს რამე და შეჭამოს მაგრამ ვერ ახერხებს რადგან დაწყვეტილია და ძაღლები მოდიან და ისინი აძლევენ ნუგეშს და ისინი ათბობენ ამ საწყალ ლაზარეს და ნახეთ ლაზარე ეს ჩვენ ენაზეა თორე მას ებრაულში ქვია ელ-ჰაზარ არის ებრაული სახელი ნიშნავს ღმერთი შეეწია მას ანუ ესეც ებრაელია და ის მდიდარიც ებრაელია ორივენი ისრაელის შვილები არიან და ერთი როგორი უმოწყალოა მეორეს მიმართ და ამას არ პატიებს მას ღმერთი და ამიტომაც მიდის სატანჯველში და რა არის საშინელი ადგილი კიდევ აქ რომ ეს რომ ევედრება რომ მიშველე ანუ იმ ქვეყნად შველა აღარ არსებობს ესმით აი ეს უნდა გავიაზროთ ყველა ქართველებს ხანდახან შეიძლება რაღაც ფანტაზიები გჭირს ჩვენ სარწმუნოებაში რაღაც ფანტაზიური რაღაცებია შემოკედლებული სარწმუნოებაში რომ იქ რო წახვალ აქ წირვას გადაგიხდიან და იქ შენ არა არ ხდება ესე წირვას ვიხდით ჩვენ მათთვის ვინც მორწმუნე იყო აქ ვინც აქ უფლისასოებით ცხოვრობდა ვინც ღმერთის შვილი იყო აქვე და იქაც იმიტომ ლოცულობთ მისთვის თორემ ურწმუნო კაცს რომელმაც საერთოდ არ აინტერესებდა ქრისტე ვინ იყო და ღმერთი ვინ იყო იმას ვერაფერი ვეღარ უშვერეს გესმით აი აქ მდიდარი ამას ეუბნება რომ მიშველე მამა აბრაამ იმიტომ რომ ვიტანჯები და აბრაამ ეუბნება რომ შენი ხვედრი შეუცვლელია ჩვენ და თქვენ შორის გადაუსვლელი უფსკრულია გესმით გადაულახავი უფსკრულია და რომც უნდოდეს ვინმეს გადმოსვლა მაკედან მაკედ შეუძლებელია გადასვლა ან გადმოსვლა ესე საშინელი განაჩენია საშინელი არ მაგრამ სამართლიანი განაჩენი იმიტომ რომ ამ ქვეყანაზე აქვს მოცემული ადამიანს დრო რომ რაიმე შეცვალოს იქ შეუძლებელი და შემდეგ დიდარი ნახეთ ჩვენ ხო ვამბობთ რომ იმ ქვეყანად რო წავალთ გვემახსოვრება ჩვენი ახლობლები გვემახსოვრება დედა მამა მეუღლე გვემახსოვრება რა თქმა უნდა ახსოვს მდიდარს ნახეთ რა შეუნება
ხუთი ძმა მყავსო მაგ დედამიწაზეო და მაშინ ლაზარე გააგზავნეო რომ იმათ მაინც უთხრასო რომ არ გაიმეო რომ ჩემი შეცდომაო ხო რასაუბრება მდიდარი ის აბრაამი რასაუბრება იქ ღმერთმა მოგცათ მოსე და წინასწარმეტყველები იქ ყავთ თქვენ ხალხი ვისაც უნდა მოусმინოთ მათ ხო ანუ ბიბლია მათ უსმინონ ესეუნება არა თუ ვინმე მკვდრეთით აღდგება და მასთან მივლენ ანუ სასწაულს თუ იხილავენ მკვდრეთით აღდგომის სასწაულს მაშინ იწამებენ და აბრაამონება არა მასე არ იქნება ვისაც არ უნდა მოსეს და ბიბლიის მოსმენა წინასწარმეტყველების მოსმენა მკვდრეთით აღმდგარსაც არ მოусმენენ ისინი რას ნიშნავს ეს ნახეთ მკვდრეთით ვინ აღდგა იესო ქრისტე აი ამ პასუხში აბრაამი ეუბნება რომ ის ვინც არ უსმენს ძველ აღთქმას არც მკვდრეთით აღმდგარ იესო ქრისტეს არ მიიღებს გესმით რომ ეს ერთია ეს ყველაფერი ღმერთის გამოცხადება მოსემ და წინასწარმეტყველება ვიზეთ თქვეს ის აღდგა მკვდრეთით ხომ ანუ ვისაც არ უნდა იმის მოსმენა და იმას არ აქცევს ყურადღებას ის ქრისტესაც ვერ დაინახავს და არც მისას არ დაიჯერებს აი ამიტომ არის ეს საჭირო აი ჩვენ საუბრებს რომ ვატარებთ ხოლმე ბიბლიის განმარტებას ამიტომ არის საჭირო რომ ჩვენ სითელი სისავსით დავინახოთ ეს არა მარტო ახალი აღთქმა ქრისტემ რა მითხრა რამედ რა იყო მასზე ნათქვამი მოსესთან და წინასწარმეტყველებთან და როგორ აღსრულდა ის და მაშინ ჩვენი რწმენა არის სრულყოფილი და ვიცით როგორ უნდა ვიცხოვროთ და ქრისტეს ნათელი გვიჩვენებს გზას როგორ უნდა ვიაროთ გესმით აი ეს ცხოვრება ძვირფასია მაგრამ მარადიული ცხოვრება უფრო ძვირფასია და უფრო მნიშვნელოვანია ამიტომ ამაზე უნდა იფიქროს ადამიანი რადგან იქ უფსკრული დიდია ჩვენ შორის და ვერავინ ვეღარ შეცვლის თავის ხვედრს აქვე ქრისტე ამბობს ძეს კაცისას ანუ იესო ქრისტეს ხელმწიფება აქვს ცოდვათა მიტევებისა სადო ამ ქვეყნად ასე ამბობს აი ეს სიტყვა სულ ასე ამბობს ხელმწიფება აქვს ძეს კაცისას იესო ქრისტეს ამ ქვეყნად ცოდვათა მიტევებისა რომ ამ ქვეყნად შეიძლება ცოდვები მიეტევოს ადამიანს იქ შეუძლებელია ყველაფრის რაიმე შეცვლა შეგვიძლია ვინოს ღმერთმა ჩვენთან არის ღმერთი